ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული ინფორმაცია ირანული მედიიდან ხდება ცნობილი. ჩავა თუ არა თეირანში ყაველაშვილი ჯერჯერობით უცნობია სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ღონისძიებები 4-დან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 2024 წელს თეირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა კობახიძეც, სადაც ისმოდა შეძახილების სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ის ჰამასის ლიდერის გვერდით იდგა, მანამდე ერთი თვით ადრე კი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვასაც დაესწრო. საქართველოს უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ასეთია ივანიშვილის შვილის გზავნილი. ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკაში მოსვლის არანაირი ინტერესი არ აქვს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის შეკრებებს კი უბრალოდ სტუმრის სტატუსით ესწრება. მან პარლამენტში მომხდარ ძალადობას ცუდი სანახავი უწოდა, თუმცა პასუხისმგებლობა გახარიას პარტიას დააკისრა. გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა ბედნიერად დაწერა მან სოციალურ ქსელში. გამოსამშვიდობებელ პოსტთან ერთად ფიშერმა 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ის მემორიალთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიესალმა. საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კაცი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო. მარნეული ნიუსის ინფორმაციით ბოლნიში მცხოვრები ელვარ საიევი პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.